გამარჯობა, ეს არის განაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ დემოკრატიის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ. ხომ მაგარია მეგობრებო? და ვინ თქვა ეს? ვინმე ნაცმან, გახარიანელმან, ლელოანთ გეგელიამ? არა მეგობრებო, ეს თქვა კი არა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა რობინ ვაგენერმა. ხომ ვიცით ყველამ ვინაა რობინ ვაგენერი? არ ვიცით? ხო, გამოგიტყდებით, არც მე ვიცოდი მისი არსებობა, მაგრამ პალიტრიან ნიუსის გვერდზე ეს ინფორმაცია წავიკითხე და ვიჩქარე, რომ თქვენთვისაც გამენდო. ახლა კი ისმის კითხვა, რატომ აქვეყნებენ 630-იან წევრიანი ბუნდესტაგის ერთი წევრის ვინმე ვაგენერის მოსაზრებას ჩვენი უცნაური საინფორმაციო საიტები. თანაც, როგორც უკვე შევნიშნე, ეს უცნაური საიტები მხოლოდ ნეგატიურ სიტყვებს აქვეყნებენ. დავიჯერო, უცხოელებისგან პოზიტიური გზავნილი არ არსებობს, მაგრამ ეს მეორე საკითხია და პირველი კი ის მაინტერესებს, იმ ვიღაც ვაგენერს რა უფლება აქვს ხელები აფათუროს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხომ არ უნდა ჩვენს დავიწყოთ ტრამპის გზით სიარული და ერთ ჩვენიერ ღამეს გადავსვათ დესანტი ბუნდესტაგში და მოვიტაცოთ მძინარე ვაგენერი. მე აქ ჩამოვიყვანოთ და გავასამართლოთ როგორც საქართველოს მტერი. გონიას იაპერებს ტრამპი მადუროს გასამართლებას და რით ვარ ჩვენ ტრამპზე ნაკლები? არაფრით. ტრამპი ჩვენ მაგალითს გვაძლევს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ. დიახ. კარგი, ხალისობ ახლა, თუმცა ის რომ გერმანიის ბუნდესტაგის ვიღაც დეპუტატი ჩვენ შიდა ცხოვრებაში იქექება, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია. ჩემთვის არის შეურაცხყოფელი და პალიტრიან ნიუსისთვის არ არის. პირიქით, მას უხარია ვიღაც ბიურგერი რომ ბედავს და ჩვენზე ასე ლაყბობს. მისი თქმით, საქართველოში ქართული ოცნება სისტემატურად ცდილობს კრიტიკოსების დაშინებას, დაკავებასა და გაჩუმებას. მოვითხოვ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც უზარმაზარი რისკის მიუხედავად თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს. მოთხოვე ბებიაშენს თბილი წინდები ჩაგაცოს, როდესაც გარეთ -1 გრადუსია. ის მოითხოვს თურმე და ვინ მისცა მას ასეთი უფლება? რა, განა გერმანიის ბუნდესტაგში არის ქვეგანაყოფი, რომელსაც აქვს უფლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა? რავი, მე ჯერჯერობით ასეთი რამ არ გამიგია. მეგობრებო, იცით ალბათ ჩემი დამოკიდებულება გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერისადმი, რომელსაც როგორც ეთყობა თავი საქართველოს გაულაიტერი გონია. ხშირად მსმენი ახლობლების აზრი, რომ საქართველოს მთავრობამ პეტერ ფიშერი მისი უმსგავსო ქცევის გამო პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს და გააძევოს ქვეყნიდან. მეც ასეთი აზრის ვარ, უფრო სწორედ ვიყავი და აზრი იცით რატომ შევიცვალე? იმიტომ რომ პეტერ ფიშერი რომ გააძევო, მის ადგილას სხვა პეტერ ფიშერი მოვა, ხომ ასეა? პეტერ ფიშერი როგორც იქცევა, ეს ხომ მისი ინდივიდუალური არჩევანი არ არის. ის დავალებას ასრულებს და მას ასეთ დავალებას მისი უფროსობა, გერმანიის მთავრობა აძლევს. ასე რომ ფიშერების გადანაცვლებით შიფერი, ანუ ჯამი არ შეიცვლება. აქ მიმართულება უნდა შეიცვალოს გერმანიაში, რომ რაღაც პრასვეტი, ანუ გამონათება მოხდეს ჩვენს ურთიერთობაში. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გიან ასე მოხდება. და თუ ასე მოხდა, თქვენ ნახეთ იგივე პეტერ ფიშერი, თუ კი ის დარჩება თავის ადგილას, როგორ უცებ შეიცვლის ზნესა და ფერს და გახდება ჩვენი გულმხურვალე მეგობარი. ხომ წარმოგიდგენიათ მეგობრებო, ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ და როგორ ცდილობენ თავი დაგვახრევინონ. ვერ გვახრევინებენ, მაგრამ ცდილობენ და წევრი თუ გავხდით, რას გვიზამენ, მეშინია წარმოვიდგინონ. ამაზე ხშირად მithქვას და კიდევ ვამეორებ. კეთილი ინებონ და როგორც თანასწორს გველაპარაკონ. ჩვენ მათი ვასალები
ჯერჯერობით არ ვართ. ეტყობა მართლა ვიღაც ზემოდან გფარველოს მეგობრებო. რამდენ გამოწვევას გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ თავისი არსებობის მანძილზე და დღესაც უძლებს. თვალი არ გვეცეს. იმასაც მიფიქრია რომ ჩვენ უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყავით, შეიძლება რამე ისეთი დაევალებინა ბრიუსელს, რის შესრულებას ჩვენთვის სრულიად არახელსაყრელი იქნებოდა. აი მაგალითად ირანის ომის შედეგად სავსებით შესაძლებელია რომ იმ 90 მილიონიანი ქვეყნიდან ლტოლვილების მასა წამოვიდეს და ასე თუ მოხდა ევროკავშირის კანონების მიხედვით ვალდებულნი ვიქნებით ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა შევიკიდოთ და მე ჩვენ ეს გვინდა და თუ უარს ვიტყოდით მაშინ როგორც უნგრეთს მოგვიწევდა ყოველდღე მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა. ამას წინათ უკვე ვილაპარაკე. ახლა კი ჯერჯერობით წევრი არ ვართ და ევროკავშირის კანონების შესრულება არ გვევალება. თუმცა ლტოლვილები თუ დაიძრნენ, აგერ ნახავთ ევროკავშირი დაიწყებს იმაზე ლაპარაკს ისინი რომ მივიღოთ. და ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი გულდათუთქული ოპოზიციონერები რა აგრესიით მოსთხოვენ ხელისუფლებას ამ დავალების შესრულებას. მოკლედ სჯობს ჯერჯერობით ჩუმად ვისხდეთ და არავითარ კავშირებში არ გავერთიანდეთ და მერე კი ვნახოთ ვინც გაიმარჯვებს მათთან დავიწყოთ ლაპარაკი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.